მოსწავლეთა ინოვაციური პროექტების გამოფენა ექსპო ჯორჯიაში. გამოფენა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მოზრდების ინოვაციურ გამოგონებებს ადგილზე გაეცნო. რამდენიმე პროექტმა პრეზიდენტის განსაკუთრებული ინტერესიც დაიმსახურა. მოსწავლე გამოგონებელთა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის მიზანი მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციების და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზრდების ინტერესის გაზრდა და მათთვის სტიმულის მიცემა. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს სკოლების ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო. ექსპო ჯორჯიაში დღეს რაიონულ შეჯიბრებებში გამარჯვებული მოსწავლეების გამოგონებები გამოფინეს. საკონკურსო კომისიამ უკვე შეარჩია 7 საუკეთესო პროექტი, ავტორები მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ექსპოზიცია დღეს ნინო გამართელმაც დაათვალიერა, ახლა ის პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება. ნინო, გისმენთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ექსპო ჯორჯიაში, სადაც გამოფენილია დაახლოებით 64 ნამუშევარი, რომელიც ეკუთვნით მოსწავლე ახალგაზრდებს სხვადასხვა სკოლებიდან, სხვადასხვა რაიონებიდან. რამდენიმე ნამუშევარი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და ძალიან საინტერესოა. აქ არის მაგალითად მეხაძრე რობოტი, რომელიც თვალების მეშვეობით ადგენს სად არის ხანძარი და თვითონვე აქრობს. არის სხვადასხვა ნამუშევრები, სხვადასხვა რაიონების სკოლებიდან და სპეციალურად ამისთვის ჩატარდა კონკურსი რაიონებში და გამოსაუკეთესო ნამუშევრები სწორედ დღეს ექსპო ჯორჯიაში გამოიფინა. ორიგინალური საგანგაშო ხილაკი არის მოწყობილობა, როდესაც ძარცვის დროს ძარცველი შემოდის და ითხოვს ხელების მაღლა აწევას. ეს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ხელის მაღლა აწევას აფიქსირებს და ამის შედეგად გადაეცემა საგანგაშო სიგნალი. ეს არის მეხანძრე რობოტი, რომელიც პოულობს ცეცხლს თავისი თვალებს ჩამონტაჟებული აქვს ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ფოტოდიოდები. ეს ფოტოდიოდები აღიქვავენ ცეცხლის მიერ გამოსხივებულ ინფრაწითელ სხივებს და გადაქმნიან მას ელექტროენერგიად. რაც ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ნუ ვიცოდი რომ არის ნიჭიერი ბავშვი, მაგრამ ერთი მეორეზე უკეთესი. ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში როგორც ადრე იყო, ისე ყველაფერი იქნება მაღალ დონეზე, ფიზიკა, მათემატიკა, ტექნიკური მეცნიერებები. მოსწავლეთა კონკურსი ლეონარდო და ვინჩი პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და დღეს მიხეილ სააკაშვილმა თავად დაათვალიერა ის ნამუშევრები, რომელიც ექსპო ჯორჯიაში არის გამოფენილი. რამდენიმე ნამუშევარმა მისი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, მაგალითად იყო მოწყობილობა, რომელიც მაგდება ფეხსაცმელში და სიარულის დროს იძლევა შესაძლებლობას, რომ მობილური ტელეფონი დაიწეროს. ასე იყო საგანგაშო ღილაკიც, რომელიც მაჯაზე მაგრდება და საგანგაშო სიგნალს თუ იმ შემთხვევაში თუ ხდება გაქურდვა აწვდის პოლიციას. პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტექნიკური საგნებისადმი იყოს მოსწავლე ახალგაზრდობის დიდი ინტერესი და ამ ინტერესის სტიმულირებისთვის ხდება სწორედ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება. სპეციალურად აქ დაყონება ამდენი ხანი. ცოტა ხანი რომ შემთხვევითობა გამოიწვიოს, გაფრთხილებულნი იყოს რა თქმა უნდა. ეს თავიდან აგვაცილებს რას, რომ მაგიდის ქვეშ აქვს ხოლმე ღილაკი თუ გინახავთ ძარცვის დროს ან ფეხსაცმელი. ეს თემსოფლიოში დანერგა. ეს არის ენერგიის გამომუშავებელი ფეხსაცმელი. ანუ როცა ივლის შეგიძლია დატანოს მობილური. მე მობილური სულ მიჯდება და არ მომერგება? არა. არანაირად. სიარულის შემთხვევაში დატანის. ეს რა ბევრი ხალხი რა უაზროდ არის წარმოიდგინე. რო დადიოდნენ და ენერგიას გამოიმუშავებდნენ, ამ დროს რა კარგი იქნება. თავარი რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში, გაძვიადების გარეშე, ეს არის გადაჭარბების გარეშე, ეს არის აი ეს რაც ხდება. იმიტომ რომ თუ ჩვენმა ახალგაზრდობამ არის სწავლა ბავშვობიდან ფიქრი და შეჯიბრი ამ ფიქრში. თუ არ იფიქრა, რომ ყოველდღიურად როგორ გამომჯობესოთ ჩვენი ცხოვრება და რითი ვაჯობოთ სხვებს, რითი ვაჯობოთ სხვა ქვეყნებს, რითი ვაჯობოთ მეზობლებს, შორეულ ქვეყნებს, ჩვენს გვერდის სკოლას, ჩვენ პარალელურ კლასს რა გავაკეთოთ ჩვენ განსაკუთრებული. მაშინ ჩვენ არაფერი ვერ გავითარდებით და იმის გამო რომ საქართველოში არის დარწმუნებული ძალიან დიდი ნიჭი ხალხში. მაგრამ ამ წლების განმავლობაში განადგურდა, ადრე იყო ახალგაზრდა ტექნიკოსების ცენტრები, იყო ოლიმპიადები, მე ყველაფერი გაჩერდა ერთ პერიოდში სპეცსკოლების გაუქმდა, ყველაფერი აღდგა, ოლიმპიადები აღვადგინეთ და ეხა საქართველოს ყველა დონეზე არა ისე უბრალოდ ფორმალურად როგორც იყო, არამედ აი მართლა ყველა სკოლაში უნდა იყოს გამოგონებლების ცენტრი. ჩვენ ვაძლევთ ლაბორატორიებს, ჩვენ ვაძლევთ კომპიუტერებს, ჩვენ ვაძლევთ ლიტერატურას, ჩვენ ვთავთ ინტერნეტში, მაგრამ დანარჩენი უკვე არის ადამიანს და მის ნიჭიერებას და მის ბუნებას. სახელმწიფოს ფუნქცია რომ ჩვენ ნიჭიერ ბუნებას, ჩვენი ხალხის ნიჭიერ ბუნებას გავხსნათ გზა. და როგორ ნიჭიერები არიან ჩვენი ბავშვები, აქ ნახეთ ყველა. და ეს არის მართლაც საერთოდ სხვა თაობა. ტექნიკურ საგნებზე გავიკეთეთ თეთრ დაფინანსება. ჩვენ რა თქმა უნდა, ფილოლოგები ვჭირდება, ისტორიკოსები ვჭირდება, ყველა სხვა პროფესიაც ვჭირდება, მაგრამ ხალხო, თუ ჩვენ თვითონ არ ვაწარმოებთ, თუ თვითონ არ გამოვიკოდეთ, თუ ჩვენ თვითონ არ შევქმნით, მე
ფულით უნდა დაფინანსდეს ყველაფერი დანარჩენი. ამიტომ მე მესმის რომ შეიძლება ბევრი გაღიზიანა და რატო ფინანსდება ტექნიკური საგნები, მაგრამ საქართველოს წისვლისთვის დღეს გვჭირდება პირველ რიგში ტექნიკური საგნები. და ეგ სხვებაც მოგვადეს, ხო? ჩვენ მაგალითად სხვებიც მიყვენ და სხვებიც იგივე საკეთებენ. ამიტომ საქართველოს ამაში იქნება ნოვატორი. ვინც რა უნდა ილაპარაკოს. პროექტი ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ეს კონკურსი თავდაპირველად ტარდებოდა სხვადასხვა სკოლებში, შემდეგ კი რაიონებში გამარჯვებული ნამუშევრები ჩამოიტანეს აქ ექსპო ჯორჯიაში. მსგავსი სახის კონკურსი საქართველოში ტარდება პირველად, თუმცა როგორც განათლების მინისტრი ამბობს, ამას მომავალში ექნება სისტემატური ხასიათი და დაახლოებით წელიწადში ორჯერ ახალგაზრდა გამომგონებლებისთვის შეჯიბრდა კონკურსი შედგება. ესეთი კონკურსები ჩატარდება წელიწადში ორჯერ, იმისათვის რომ ყველა ბავშვს ჰქონდა შესაძლებლობა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რამდენად ნიჭიერი ახალგაზრდობა ჩვენ გვყავს. უკვე გარკვეულია ის 7 კონკურსანტი, რომელმაც გაიმარჯვა ამ კონკურსში და ყველა ეს ბავშვი მიიღებს ფულად ჯილდოებს და გრან-პრის მფლობელი კი გაემგზავრება ინგლისში. დიდი მადლობა ნინო გომართელი საუბრობდა მოამბის პირდაპირ